მე-16 საუკუნის მიწურულს მსოფლიო თითქოს ერთ დიდ ჭადრაკის თაფად იქცა, სადაც ევროპული იმპერიები სვლაზე პასუხობდნენ. პორტუგალიამ უკვე მიაღწია ინდოეთის სანაპიროებს. ესპანეთმა დაიპყრო ამერიკის კონტინენტი, ხოლო ნიდერლანდები ახალ სავაჭრო ბრუნვებს ქმნიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მთელი მსოფლიო იწყებდა გამძაფრებულ ბრძოლას ერთი მიმართულებით: აღმოსავლეთის სუნელებისთვის, ოქროსთვის და სავაჭრო გზების კონტროლისთვის. ევროპა იცვლებოდა. ფეოდალური მოდელი ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადიოდა. ვაჭრობა და კაპიტალი კი ახალ ძალად იქცა. სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა იდეა, რომელიც მომავალში თანამედროვე ეკონომიკის საძირკველი გახდა: კერძო კაპიტალის გაერთიანება სახელმწიფო ინტერესისთვის. სწორედ ეს იყო მომენტი, როცა გაჩნდა ახალი სიტყვა, ახალი ფენომენი, კომპანია. ბრიტანეთი იმ დროს ჯერ კიდევ ჩამორჩენილი იყო საზღვაო დომინაციაში. მათ არ ჰყავდათ კოლონიები, არც ზღვის ლომის ტიტული ჰქონდათ. თუმცა ერთი რამ იცოდნენ: მათ არ შეეძლოთ კონკურენცია მხოლოდ იარაღით. მათი ძალა უნდა გამხდარიყო ფული, ორგანიზება და სტრატეგია. ბრიტანელებმა გააცნობიერეს, რომ მომავალში გაიმარჯვებდა არა ის, ვინც ხმალს იქნებდა, არამედ ის, ვინც ვაჭრობას მართავდა. ინგლისის პარლამენტი და მეფე ელისაბედ I სწორედ ამ პერიოდში ფიქრობდნენ ახალ მოდელზე, როგორც შეექმნათ ისეთი სტრუქტურა, რომელიც იქნებოდა კერძო, მაგრამ იმავდროულად მოიმსახურებოდა სახელმწიფოს. და 1600 წლის 31 დეკემბერს, როცა ინგლისი ახალი საუკუნის ზღვარზე იდგა, ამ იდეამ ოფიციალური ფორმა მიიღო. ელისაბედ I-მა მოაწერა ხელი ქარტიას, რომელიც აძლევდა უფლებამოსილებას ერთ გაერთიანებულ კომპანიას. ვაჭრობა ეწარმოებინა ინდოეთის ოკეანის სივრცეში. ასე დაიბადა ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია. ეს არ იყო მხოლოდ სავაჭრო ორგანიზაცია. ეს იყო ექსპერიმენტი, როგორ შეიძლება კერძო ბიზნესს მოეხერხებინა ისე, რაც სახელმწიფოსაც კი არ შეეძლო. სწორედ აქ იწყება ის ისტორია, რომელმაც მთლიანად შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური წესრიგი. ინგლისის დედოფალმა ელისაბედ I-მა მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო ეკონომიკის ისტორია. ეს იყო ქარტია აღმოსავლეთ ინდოეთში ვაჭრობისთვის, რომელიც 218 მეწარმეს აძლევდა უფლებას ევაჭრათ ინდოეთის ოკეანის რეგიონში, ინდოეთთან, მალაიზიასთან, ცეილონთან და ჩინეთთან. მათი მიზანი კი ერთი იყო: დაეცვლებინათ პორტუგალიისა და ესპანეთის მონოპოლია აღმოსავლეთის სუნელებზე და სავაჭრო გზებზე. ასე იბადება ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, ორგანიზაცია, რომელიც თავიდან ჩვეულებრივი კომერციული გაერთიანება იყო, მაგრამ მალევე გადაიქცა იმპერიად, იმპერიის შიგნით. ის გახდა ერთდროულად ბანკირი, არმიის მეთაური, დიპლომატი და მონოპოლისტი. მთავარი ინოვაცია, რომელმაც ეს კომპანია გამორჩეულად აქცია, იყო მისი სტრუქტურა. პირველად ისტორიაში შეიქმნა სისტემა, სადაც მრავალი მეწარმე ერთიანდებოდა საერთო მიზნისთვის, მოგების მისაღებად, მაგრამ რისკის გასაზიარებლადაც. მათი კაპიტალი იყრებოდა ერთად, ხოლო მოგება ნაწილდებოდა ინვესტიციის პროპორციით. ასე დაიბადა პირველი ფორმა იმისა, რასაც დღეს აქციონერულ კომპანიას ვეძახით. თითოეულ ექსპედიციას თავისი ინვესტორები ჰყავდა. ზოგჯერ თავად არისტოკრატები, ზოგჯერ ბანკირები და ზოგჯერ უბრალოდ მდიდარი ვაჭრები. მათი მოგება დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად წარმატებით დაბრუნდებოდა ხომალდი ინგლისში. როდესაც პირველი გემები აღმოსავლეთიდან სუნელებით, აბრეშუმით და ჩაით დატვირთულებით დაბრუნდნენ, ინვესტორებმა გააცნობიერეს, რომ ეს იყო ოქროს საბადო. სწორედ მაშინ დაიწყო კომპანიის სწრაფი გაფართოება. ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია მართავდა თავის საქმიანობას, ისე თითქოს სახელმწიფო ყოფილიყო. მათ ჰქონდათ ასევე საკუთარი შტაბ-ბინა ლონდონში, რომელსაც East India House ერქვა. თავისი მმართველი საბჭოთი, პრეზიდენტით, რომელსაც გუბერნატორი ეწოდებოდა. ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ პოლიტიკაზე, დიპლომატიაზე და სამხედრო ოპერაციებზეც. მეფის ქარტია კი კომპანიას ანიჭებდა ექსკლუზიურ უფლებას. არც ერთ სხვა ინგლისურ გემს არ შეეძლო ვაჭრობა ინდოეთთან მათი ნებართვის გარეშე. ამან მათ მისცა ძალა, რომელიც თანდათანობით გადაიზარდა ეკონომიკურ მონოპოლიად. ისინი აღარ იყვნენ უბრალოდ ვაჭრები. აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია იყო იმპერიის ხელები, რომლებიც აკონტროლებდნენ მსოფლიო სავაჭრო არხებს, ფასებს და რა თქმა უნდა გავლენას.
კომპანიამ დაიწყო საკუთარი ფლოტის აშენება. თითოეულ გემზე განთავსებული იყო არა მხოლოდ ვაჭრები, არამედ სამხედრო დაცვაც. აღმოსავლეთის მიმართულებით ყოველი ექსპედიცია გახდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენა. დაბრუნებისას ხომალდები მიემართებოდნენ ტემზის სანაპიროებისკენ, სადაც მათი ტვირთი პირდაპირ ლონდონის ბირჟის ფასებს ცვლიდა. მათმა წარმატებამ გამოიწვია ახალი ტალღა. ევროპაში გაჩნდა სხვა მსგავსი კომპანიებიც. ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, ასევე ფრანგული ვერსიები, მაგრამ ბრიტანულმა მოდელმა მოახერხა ყველაზე დიდი გავლენის მოპოვება. ის გახდა კაპიტალიზმის სიმბოლო, კერძო ინტერესის და სახელმწიფო ძალაუფლების შერწყმის შედეგი. მაგრამ კომპანიის ისტორია მხოლოდ წარმატების ქრონიკა ნამდვილად არ არის. ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოგების წყურვილმა შეცვალოს მთელი ხალხის ბედი. ბენგალის მდიდარი მიწებიდან დაწყებული ინდოეთის პოლიტიკურ ცხოვრებამდე ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია იქცა ძალად, რომელიც ვაჭრობასა და მმართველობას შორის სხვას არც კი არჩევდა. ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის გაფართოება დაიწყო მაშინ, როცა მისი მიზანი მხოლოდ ვაჭრობა აღარ იყო. თავდაპირველად ისინი ინდოეთის სანაპიროებზე მცირე სავაჭრო ფორტებს ქმნიდნენ, როგორიცაა მადრასი და ბომბეი. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პორტები გადაიქცა ქალაქებად, ქალაქები კი ადმინისტრაციულ ცენტრებად. კომპანია, რომელიც თითქოს მხოლოდ სუნელებს ყიდდა, უკვე ფლობდა ტერიტორიებს, ხალხს, არმიას და საკუთარ კანონებსაც კი. ინდოეთი კი იმ დროს დაშლილი სახელმწიფო იყო. მათი იმპერია ნელ-ნელა კარგავდა ძალას. ადგილობრივ ნაბობებსა და პრინცებს შორის კი შიდა დაპირისპირება მძინვარებდა. ბრიტანელებმა ამ ქაოსში დაინახეს შესაძლებლობა. იმპერია აღარ მართავდა, მაგრამ ვაჭრობა გრძელდებოდა. დავით აკონტროლებდა ვაჭრობას, ის ფლობდა ძალას. კომპანიამ დაიწყო შეთანხმებები ადგილობრივ მმართველებთან. ისინი აძლევდნენ ბრიტანელებს მიწებს, ბაზრებს და ტვირთების უსაფრთხო გზას სანაცვლოდ სამხედრო დაცვისა და დახმარებისა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს პარტნიორობა გადაიქცა კონტროლში. სადაც კომპანია ჩნდებოდა, იქ ადრეთ უგვიან მთავრობდა მისი სიტყვა. ყველაფერი შეიცვალა 1757 წელს, პლასის ბრძოლაში. კომპანიის ჯარებმა გენერალ რობერტ კლაივის ხელმძღვანელობით დაამარცხეს ბენგალის ნაბობი სირაჯ უდ-დაულა. ეს არ იყო მხოლოდ სამხედრო გამარჯვება. ეს იყო კერძო კომპანიის მიერ მოპოვებული პოლიტიკური ძალაუფლება მთელ რეგიონზე. ბენგალი კი ინდოეთის ყველაზე მდიდარი პროვინცია. ახლა ეკუთვნოდა არა ბრიტანეთის სახელმწიფოს, არამედ კერძო კომპანიას. პლასის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. კომპანიამ დაიწყო გადასახადების ამოღება, სასამართლოების შექმნა, არმიის გაფართოება და ის უკვე აღარ იყო ვაჭარი, ის გახდა ხელისუფალი. მე-18 საუკუნის ბოლოსთვის კი კომპანიას ყავდა დაახლოებით 260,000 ჯარისკაცი. ორჯერ უფრო მეტი ვიდრე თვით ბრიტანეთის არმიას იმ პერიოდში. ეს კი იყო კერძო ძალა, რომელიც მართავდა 100 მილიონამდე ადამიანს. ბენგალის სიმდიდრეები გადაიზარდა ოქროთ, რომელიც მიედინებოდა ლონდონში. ინგლისის ეკონომიკა იზღებდა ახალ აყვავებას. ინდური აბრეშუმი, ჩაი და სანელებლები ავსებდა ევროპულ ბაზრებს, ხოლო ინდოეთის მოსახლეობა იხდიდა ამ ეკონომიკური სასწაულის ფასს. კომპანიის მიერ დაწესებულმა გადასახადებმა და ეკონომიკურმა წნეხმა გამოიწვია ერთ-ერთი უდიდესი შიმშილი. ბენგალის შიმშილი 1770 წელს, როცა მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მაინც კომპანიის ანგარიშები იზრდებოდა. კომპანიის გემები მიცურავდნენ ინდოეთისა და ჩინეთის სანაპიროებთან და ასევე შიგნითაც კონტინენტზე. ისინი მონაწილეობდნენ ჩინეთში ოპიუმის ვაჭრობაში, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ოპიუმის ომებიც. კომპანია კი იქცა გლობალურ ქსელად, რომელიც აკავშირებდა აზიას, აფრიკას, ევროპას და შემდეგში ამერიკასაც ერთი ფინანსური წარღვით. და რაც ყველაზე სიმბოლურია, იმ დროს ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად იმპერია. იქამდე სანამ დედოფალი ვიქტორია დაიბრუნდა ინდოეთს, უკვე არსებობდა 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის კერძო კონტროლი. ის იყო ნამდვილად იმპერიის პროტოტიპი. ეკონომიკური იმპერია, რომელიც წინ უსწრებდა პოლიტიკურს. ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის ისტორია იმდენად გრანდიოზულია, რომ ზოგჯერ ხალხი ივიწყებს მის ბნელ მხარეს. თუმცა სწორედ ამ ბნელ მხარეში ჩანს ის
ნამდვილი ფასი, რომელიც კაცობრიობამ გადაიხადა პირველი გლობალური კაპიტალიზმისთვის. კომპანია, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ ვაჭრობას ემსახურებოდა, რეალურად გადაიქცა იმპერიად, რომელიც მართავდა ადამიანებს ისე, როგორც ამანათებს. მისთვის კი ინდოეთი არ იყო ცივილიზაცია, არამედ რესურსი, მოსავალი, მუშახელი და რა თქმა უნდა ბაზარი. ეს კი იყო ეკონომიკური მანქანა, რომელიც სამუშაობდა მილიონობით ადამიანის შრომას ერთი მიზნისთვის. ლონდონის ბანკების გამდიდრებისთვის. 1770 წლის ბენგალის შიმშილი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდია. ბენგალი მაშინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი რეგიონი იყო. მაგრამ კომპანიის მიერ დაწესებულმა გადასახადებმა და ექსპორტზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ ადგილობრივი მოსახლეობა გაანადგურა. ბრიტანელები იძულებულს ხდიდნენ გლეხებს, რომ საკვები კულტურების ნაცვლად აბრეშუმი, ოპიუმი და თამბაქო დაეთესათ. საქონელი, რომელიც ევროპაში უპრობლემოდ იყიდებოდა. როცა მოსავალი ვერ გავიდა და შიმშილი დაიწყო, კომპანია არ ჩარეულა. ისინი მაინც ტვირთავდნენ გემებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებოდა. მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ კომპანიის მოგება იმ წელს მაინც გაიზარდა. მას ჰქონდა თავისი სასამართლო სისტემა, პოლიცია და ციხეები. ის წყვეტდა, ვინ იყო დამნაშავე, ვინ მეზღვაური და ვინ გადამხდელი. ინდოეთში მათ ოფიციალური დროშაც კი ჰქონდათ, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო ბრიტანეთის ინდოეთის ოფიციალურ სიმბოლოს. კომპანიის არმია იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს დამარცხებას კი შეეძლო. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო მათი გავლენა ბრიტანეთის პოლიტიკაზე. კერძოდ კი, კომპანია იმდენად მდიდარი გახდა, რომ მის დირექტორებს შეეძლოთ პარლამენტის წევრებისა და მინისტრების მოსყიდვაც კი. შესაძლებელია ითქვას, რომ მე-18 საუკუნის შუა პერიოდში ინგლისის მთავრობა ნაწილობრივ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის კონტროლქვეშ მოექცა. მათი ფული წვეთდა, ვის დანიშნავდნენ, ვის დააჯილდოვებდნენ და რა თქმა უნდა, ვის მოусმენდნენ. კიდევ ერთი სიმბოლური ეპიზოდი მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში, როდესაც 1773 წელს ბრიტანეთის ჩაის ტვირთი ზღვაში ჩაყარეს. ეს იყო ბოსტონური ჩაის ხმა, რომელიც ითვლება ამერიკის რევოლუციის დასაწყისად. მაგრამ ეს ჩაი არ ეკუთვნოდა ბრიტანეთის სახელმწიფოს. ის ეკუთვნოდა სწორედ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას. მიუხედავად ყველაფრისა, კომპანია არსებობას აგრძელებდა, მაგრამ მისი გავლენა თანდათან სუსტდებოდა. ინდოეთში აჯანყებები ძლიერდებოდა. ბრიტანეთში კი საზოგადოება უფრო და უფრო მწვავედ აკრიტიკებდა ამ სისტემას. 1857 წელს დაიწყო ინდოეთის სეპოების აჯანყება, რომელიც საბოლოოდ დასრულდა კომპანიის დაშლით. 58 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად დაითხოვა აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია და ინდოეთი პირდაპირ სამეფო კოლონიად გამოაცხადა. თუმცა იმ დროისთვის ზიანი უკვე აშკარად მიყენებული იყო. ინდოეთის ეკონომიკა ჩამოიშალა და მილიონობით ადამიანი განადგურდა. ხოლო ბრიტანეთი გამდიდრდა ისე, როგორც არასდროს. ლონდონი გადაიქცა მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად, რასაც დღემდე ინარჩუნებს. ხოლო ინდოეთი კი გახდა მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც დღესაც განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგს. ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია იყო პირველი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია კერძო ინტერესს შეცვალოს ისტორია. ეს იყო პირველი კორპორაცია, რომელმაც დაამტკიცა, რომ ზოგჯერ ფული უფრო ძლიერია ვიდრე ჯარი. და ამით დაიწყო ახალი ეპოქა. ეპოქა, სადაც იმპერიებს აღარ ქმნიდნენ მეფეები, არამედ კომპანიები. დღეს უკვე 4 საუკუნის შემდეგ ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია აღარ არსებობს. მისი შენობები ლონდონში უკვე მუზეუმებად და ოფისებად იქცა. მისი დროშა კი ისტორიაში დაიკარგა. ასევე მისი არმიაც მხოლოდ არქივის ფურცლებზე დარჩა, მაგრამ რაც მთავარია, მისი აჩრდილი ისევ ჩვენს გარემოშია. ამ კომპანიის მემკვიდრეობამ შექმნა ის მსოფლიო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. სწორედ მისმა მოდელმა გააჩინა თანამედროვე კორპორაცია. აქციონერებით, დირექტორთა საბჭოთი, მონოპოლიებით და საერთაშორისო ინტერესებით. ის გახდა პროტოტიპი ისეთი გიგანტებისთვის, როგორიც არის Amazon-ი, Apple-ი, Telecom-ი და ასე შემდეგ. კომპანიები, რომლებიც ხშირად უფრო მდიდრები არიან, ვიდრე სახელმწიფოები. ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია იყო პირველი გაკვეთილი კაცობრიობისთვის. რა ხდება მაშინ, როცა ფული არ ექვემდებარება ცნეობას და როცა მოგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანი.
ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, ეკონომიკა შეიძლება გადაექცეს იმპერიად, ხოლო ვაჭრობა ბატონობის იარაღად. მაგრამ ამავდროულად, სწორედ ამ ისტორიამ შექმნა საფუძველი გლობალური კაპიტალიზმისთვის, მსოფლიო ბაზრისთვის და საერთაშორისო ვაჭრობის იმ წესრიგისთვის, რომელიც დღესაც მართავს პლანეტას. ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის გზით მსოფლიო შევიდა ახალ ეპოქაში. ეპოქაში, სადაც ქვეყნების ნაცვლად ძალაუფლებას ფლობდნენ სისტემები, ფულადი ქსელები და გლობალური ინტერესები. კომპანიის ისტორია კი გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. იმპერიები ქრებიან, მაგრამ იდეები რჩება. ის რაც უდესხას დაიწყო როგორც ვაჭრობის მცდელობა აღმოსავლეთთან, გადაიქცა, რა თქმა უნდა, ისტორიად, რომელმაც განსაზღვრა დასავლეთის ძალაუფლება და კაცობრიობის ეკონომიკური ბედისწერა. და როცა დღეს ვუყურებთ თანამედროვე კომპანიებს, რომლებიც განსაზღვრავენ ფასებს, პოლიტიკას და ინფორმაციის ნაკადს, სჯობს გავიხსენოთ ამ ყველაფრის ფესვები, რომელიც იწყება 1600 წლის დეკემბერში, როცა ინგლისის მეფემ ერთ უბრალო ქახალზე მოაწერა ხელი და ამით გაუხსნა კარი იმპერიას, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას იქონიებდა შემდეგ ისტორიაზე. ეს იყო ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის. წინ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ეპიზოდი გელოდებათ. კარგად გზარდებოდეთ.